მოგესალმებით, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. ჩვენ ახლა ვართ მარიჯანის 4 ნომერში, ეს არის ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. დღეს აქ ჩამოიშალა მიწა და რაც ადგილზე ხდებოდა, მას შემდეგ რაც მოვიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი გამგეობის, ეს არის უსაფრთხოების პოსტფაქტუმ პოლიტიკა, როცა ჩამოიშლება ფერდობი, ჩავარდება მიწა, დაიტბორება ქუჩები და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გარკვეული რეაგირებები. ადგილზე არის კრიტიკული მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის 14 სართულიანი კორპუსი და ფაქტობრივად გამოცლილი აქვს საძირკველი, უზარმაზარი ნაწილი ჩამოიშალა და გამაგრება იყო საკმაოდ მყარი, დიდი რკინის, აი რელსების მაგვარი რკინის კონსტრუქციებით იყო გამაგრებული და ამ ხელა სიმძიმეს აი ესმა მყარმა კონსტრუქციამაც კი ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ როცა მოხდება რაღაც, ურემი რო გადაბრუნდება, ამის შემდეგ იწყებს თბილისის მერია რეაგირებას და მანამდე ის რო კორპუსს ძირი არ უნდა გამოუთხარო, ის რო სანიაღვრე სისტემები უნდა მოაწყო, ისე რომ ყოველი წვიმის შემდეგ თბილისი არ იტბორებოდა. აი ამაზე სისტემურად არავინ არ მუშაობს. მე მინდა თბილისელებს გავახსენო, რომ ყოველდღიურად 9 მილიონი ლარი იხარჯება თბილისში გზების რეაბილიტაციისთვის. ყოველდღიურად 9 მილიონი ლარი და შედეგს ხედავთ რაც არის, ხო? ყოველი წვიმის შემდეგ დატბორილია 9 თბილისი. აი ესე იხარჯება თბილისელების ფული უყაირათო, არარაციონალურად და თავარი არის რომ საზოგადოება უკვე ჩამოყალიბდეს, თბილისელები ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა ამ რეჟიმში ცხოვრება, რომ მათი ყოველდღიურობა იყოს საფრთხის შემცველი, რომ ყოველი დღე, არ ვიცი, წვიმა იქნება, თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ბევრი ჩამონათვალი გააკეთეთ, რომ დაიტბორა ქუჩები, ჩამოიშალა მიწა და ამასთანავე გადმოვარდა ხეები. ფაქტობრივად აი რამდენიმე კადრი ვნახე, სადაც მთლიანი ხეები არის ქუჩაზე გადმოწვენილი და მრავალმხრივი პრობლემები იქნება ამ ხრივ და თბილისი აღარ არის უსაფრთხო ქალაქი და ამაზე უკვე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. ამაზე ვსაუბრობთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. ამაზე საუბრობენ ჟურნალისტები, მაგრამ ამაზე უკვე უნდა ისაუბროს მოსახლეობამ, საზოგადოება უკვე უნდა განეწყოს იმისთვის, რომ ამ რეჟიმში ცხოვრება აღარ შეიძლება. თბილისის ბიუჯეტი არის 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი თანხა, ეს არის თბილისელების ფული. ეს არის კალაძის ფული არ არის, ას თბილისის მერიის ფული არ არის, ხო? ეს არის თბილისელების ფული და თბილისელები იმსახურებენ, რომ მათი თანხები, მათი მიერ გადახდილი გადასახადებიდან აკრეფილი ეს ბიუჯეტის ფული იხარჯებოდეს უპირველეს ყოვლისა მათ უსაფრთხოებაზე. თბილისში დღეს უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი. პრიორიტეტი არის ის, რომ აშენდეს კორპუსები, არ ვიცი, თავისუფალ ადგილს ვეღარ ნახავთ ქალაქში, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობს და ქალაქის განვითარება ამას ვერ უბამს ფეხს. მარტო კორპუსების მშენებლობა ხო არ არის. უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის სანიაღვრე სისტემები, ვეღარ უძლებს უკვე ეს ქალაქი ამდენ კორპუსს, როცა განვითარება არ არის შესაბამისი, არ მიყვება ფეხდაფეხის განვითარება, რაც ჭირდება ამ ხელა კორპუსების კეთილმოწყობას, ხო? აი სწორედ ამის შედეგი არის ის, რაც ხდება და ყველა მიცის უკვე მთელმა თბილისმა იცის, რომ ყოველი წვიმის შემდეგ უნდა ელოდეს კოლაფს. ეს ამას უკვე შეგუებულია საზოგადოება და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ამაზე მარტო სოციალურ ქსელში კი არ უნდა მიდიოდეს პოლემიკა და მარტო ტელევიზიების ეთერებში კი არ უნდა იყოს ამაზე საუბარი. ამაზე საუბარი უნდა იყოს ადგილებზე და კარგია, რომ დღეს მე ადგილზე რომ მოვედი, მთელი კორპუსი იყო ჩამოსული და მოსახლეობა ძალიან აქტიურად აპროტესტებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, მანამდე უნდა მოხდეს, პრევენციულად უნდა მოხდეს. ჩვენი კოალიცია მუდმივად არის წარმოუდგენელი ამართლაც რაც ხდება ქალაქში, მე თავად გავხდი თვითმხილველი ამ ყველაფრის, ძლივს მოვედი სამსახურამდე, იმიტომ რომ მთელი არ ვიცი, ხა დიღომშიც რთული სიტუაცია იყო, მაგრამ საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო წარმოუდგენელი, მთელი ვეძისის მიმდებარე ტერიტორია იყო აბსოლუტურად დატბორილი პრაქტიკულად. მოსახლეობა ამბობს, რომ წელიწადნახევარია უკვე აპროტესტებენ ამ ყველაფერს, რომ აი ეს მშენებლობა მიმდინარეობს, კორპუსის საძირკველის გამოთხრა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა რაღაც კონკრეტულ შედეგებამდე ვერ მივიდა და სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ეს კონკრეტული ძალისხმევები, როცა კონკრეტული კორპუსის მოსახლეობა ან კონკრეტული ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს ამას, შედეგის მომტანი ვერ არის. საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული ამ ვითარებაში და ყველა სატკივარი უნდა იყოს, როცა ერთი კორპუსი ემუქრება, ეს საფრთხე სხვა კორპუსის მაცხოვრებლებმაც უნდა მოიღონ ხმა, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ცალკეული
შემთხვევა თვითონ თბილისის მერია აღიარებს და კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ერთ-ერთ ხტომაზე თვითონ განაცხადა, რომ თბილისში 10,000-ზე მეტი კორპუსი არის ავარიული. ძალიან ცოტა ხანი გავიდა იმ ფაქტის შემდეგ დანელიას ქუჩაზე, გახსოვთ, ნაფეტურების გზაზე ჩამოიშალა ასევე კლდის ფერდობი, საიდანაც მოსახლეობის გამოყვანა მოუხდა თბილისის მერიას და აქ კიდევ ერთი მთავარი პრობლემა წარმოიშვება, იმიტომ რომ ეს ხალხი ცხოვრობს თავის საკუთარ კორპუსებში, შეგუებულია ამ რაღაც სოციალურ გარემოს, აქ დადიან მათი შვილები სკოლებში, ბაღებში და ასე შემდეგ და იძულების წესით უკვე როცა რაღაც დაზიანდება, ეხლა ეს არის კაპიტალური კორპუსი, ხო, არაფერი ამ კორპუსს არ ჭირდა საიმისო, რომ მის საძირკველი გამოეთხრათ და ავარიულ მდგომარეობამდე მიიყვანათ. ეხლა ამ ადამიანების ცხოვრება უნდა შეიცვალოს, ისინი უნდა გაიყვანონ, შესაძლოა გაიყვანონ აქედან, არ ვიცი, საბოლოოდ ესეთი შეთანხმება იყო, რომ ხვალ სამხარაულის ექსპერტიზიდან უნდა მოვიდნენ და ადგილზე შეაფასონ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა. მე რასაც ვუყურებ შეუიარაღებელი თვალით, ძალიან მძიმე სიტუაცია არის, უზარმაზარი მასაა მიწის ჩამოშლილი და ფაქტობრივად კორპუსიდან 7 მეტრი არის დაშორება ალბათ მაქსიმუმ, საიდანაც ჩავარდნილია მიწა. ამიტომ შესაძლებელია, რომ მთელი ეს კორპუსის მოსახლეობა გასაყვანი იყოს აქედან და ადამიანებს ისედაც არამარტივი ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულონ აი ამის გამო. მადლობა ძალიან დიდი.